არ შევეგუებით ოკუპაციას ამ სახელწოდებით იმართება მარში ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ. ნანო არ შევეგუებით ოკუპაციას, სწორედ ეს ბანერი აქვთ გაშლილი მოქალაქეებს, რომლებიც მიემართებიან ფილარმონიიდან ახლა პარლამენტისკენ. იქამდე საბჭოთა ოკუპაციის 105 წლის თავზე სწორედ ეს ადამიანები, აქციის მონაწილეები, იუნკერ შალვაერისთავის საფლავთან იყვნენ შეკრებილები ვერის სკვერში, მიაგეს იქ პატივი იუნკერთან ხსოვნას, თავად იუნკერ შალვაერისთავის ხსოვნას და ამ დღეს გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. როგორც გითხარით, ახლა მოქალაქეები ნელ-ნელა მიემართებიან პარლამენტისკენ, სწორედ პარლამენტი რუსთაველის გამზირი იქნება შეხვედრის ადგილი საბოლოოდ, სადაც ასევე იქნება სიტყვის გამოსულები. ახლაც ისმის აქ შეძახილები, დიდება გმირებს არ შევეგუებით ოკუპაციას. სწორედ ამას სკანდირებენ 105 წლის თავზე შეკრებილი მოქალაქეები, იხსენებენ 105 წლის წინანდელ მოვლენებს, 60 წელს, რომელიც განვლჩენმა ქვეყანას საბჭოთა ოკუპაციაში, ავლებენ პარალელებსაც და პოულობენ მსგავსებებს 105 წლის წინანდელ საქართველოსა და განმარტოებს შორის, რომელთა წინაშეც მათ შორის დღესაც დაცვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. მოგასმენილებთ შეძახილებს, ძირს რუსული რეჟიმი, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, სწორედ ამას სკანდირებენ აქციის მონაწილეები. პირველი რესპუბლიკის დროშებით, საქართველოს დროშებით, ევროკავშირის დროშებით და ტრადიციული შეძახილებით, საპროტესტო ბანერებით მოქალაქეები ახლა დროებით რამდენიმე წუთით შეჩერდნენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაემართებიან, გააგრძელებენ უკვე მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ. შეხვედრის მთავარი ადგილი ტრადიციულად დღესაც სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. დაგიტოვებთ კადრს, მოგასმენინებთ შეძახილებს, არ შევეგუებით ოკუპაციას. ეს ბანერი აქვს გაშლილი აქციის მონაწილეებს. ეს არის ამ საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილიც, სათქმელიც და სახელწოდებაც.